არასაკვე კეთილსაიმედო. საავტორო უფლებათა ასოციაციის პირველი ბეჭდური პროექტის კოპირაითის მეექვსე ნომრის პრეზენტაცია 31 მაისს კინოთეატრში შედგება, როგორც ჟურნალის შემოქმედებითი ჯგუფი აცხადებს, კოპირაითის საავტორო უფლებების დაცვას და ამ სფეროში მიმდინარე ცვლილებების პროცესს ემსახურება. მაღალ პოლიგრაფიული შემეცნებითი ჟურნალი წელიწადში 4-ჯერ გამოდის. ბაჩუცანოვა მის მიერ შექმნილ თოჯინებს შემეცნებით ჟურნალ კოპირაითის პრეზენტაციაზე მისულ მკითხველს თავად წარუდგენს. თოჯინების შექმნა ბავშვობიდან დაიწყო. ძირითადად ზღაპრების გმირებზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა თოჯინა ძალიან უყვარს, რამდენიმე მათგანს განსაკუთრებით გამოყოფს. თოჯინების გაკეთება დაიწყო დაახლოებით 13-14 წლიდან, სულ შემთხვევით რაღაც თამაშით დაიწყო. ჩემ თოჯინებში ძირითადად არიან რაღაც ზღაპრის გმირები, ძირითადად ბავშვობის მოგონებები ჭარბობს, არის დააკვირდებით და ნახავთ კიდევაც, რომ სხვადასხვა გმირები არის პეპი, არის ჩარლი ჩაპლინი, რაღაც კიდე სხვადასხვა გმირები, ასე ვთქვათ, მაგ კიდე ჯეინი არის გაკეთებული, რომელიც აქ არ არის. ეს არის პირველი თოჯინა, რომელიც მასში გავზარდე და მას ჩავაცვი პირველად ნაჭრის კაბად და ეს არის ჩემთვის უსაყვარლესი გმირი. ხელოვნების სფეროში ჯერ კიდევ უცნობ წარმომადგენელს მკითხველს კრისტი ყიფშიძე აცნობს. რუბრიკის ავტორმა ბაჩუცანოვა შემთხვევით აღმოაჩინა. როგორ მოხდა ჩვენი გაცნობა და მოხდა ესე ვთქვათ ინტერნეტ სივრცით, Facebook-ით. ირაკლი რუსაძე მირჩია, ანუ ისე ყველა მიცის, რომ მე ვეძებ ახალგაზრდა ნიჭიერ მხატვრებს, მომღერლებს, ადამიანებს. კოპირაითის კიდევ ერთ რუბრიკას ხელოვნების საგანძურს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელი უძღვება. გიორგი კალანდია მკითხველს ქართული საგანძურის შესახებ უამბობს. ჟურნალი მაძლევს ბრწყინვალე საშუალებას იმისას, რომ მკითხველს გავაცნო თუ რამდენად მნიშვნელოვანი საგანძური არის ჩვენს მუზეუმში დაცული. რა თქმა უნდა, ვისაუბრო ამა თუ იმ შედევრის ავტორზე და ერთის მხრივ რაღაც აი საავტორო უფლებებზე უძველესი დროიდან მოყენებული დღემდე რა ხდებოდა, ამაზეც ვისაუბროთ და აუცილებლად ვისაუბროთ ხელოვნების საგანძურზე. კოპირაითი პირველი ჟურნალია საავტორო უფლებების დაცვის სფეროში. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ჟურნალის დანიშნულება ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და პატივისცემა. ჟურნალი ზოგადად ემსახურება საქართველოს საავტორო უფლებების პოპულარიზაციას და იგი ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი გახდა პროცესში, როდესაც საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია საავტორო უფლების მნიშვნელობის შესახებ. ჟურნალი 500 წელიანი ტირაჟით წელიწადში 4-ჯერ გამოდის. მეექვსე ნომრის პრეზენტაცია 31 მაისს კინოთეატრში გაიმართება. ასეთი იყო გასული დღე და ის თემები, რაზეც მე და ჩემმა კოლეგებმა დღეს ვიმუშავებთ.